გამარჯობა. ეს გაჩვენებთ იმ ძირითად მასალებს და ინსტრუმენტებს, რასაც სტომატოლოგები ვიყენებთ ხოლმე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მუშაობის დროს, რა თქმა უნდა. დღეს გაჩვენებთ კარიესისთვის, რასაც ვიყენებთ მაგებს. ნამალა პაციენტი სანამ მოახმე ვამზადებ გულსაფარს. ეს გამწოვს იბადეს და ხელთათმას და ანაწყობს რაც მთავარია. ანესთეზია როცა დადგება ვიწყებ ხოლმე კბილის პრეპარირებას. კბილის პრეპარირება ნიშნავს კარიესის მოშორებას კბილის ხრუდან. ბუნიკს და იკის ბორებს. ბუნიკი თქვენთვის ეგრეთ წოდებული ბურღი. ძირითადად ვიყენებ ხოლმე გვალთავიანს, ესეც ხიშტისებურს, ალისებურს. იწყებ რაბერდამის ჩასმას. რაბერდამის ჩასმა პაციენტებს უზომოდ უყვართ. ოღონდ პირიქით ვერ იტანენ. რაბერდამი ზოგადად გამოიყენება ხოლმე იმისთვის, რომ კონკრეტული კბილი, რომელზეც მუშაობთ, გამოვყოთ ხოლმე სხვა კბილებისგან. ეს კლამერები, რომლებიც ძალიან უყვართ ჩემ პაციენტებს. ოღონდ პირიქით. ეჭი და ბონდის შემდეგ კბილი უკვე მზად არის იმისთვის, რომ ბჟენი მიიწევოს. მუშაობ კბილის ღრუს მივცე ბუნებრივი კბილის ფორმა. ვიყენებ ხოლმე საბჟენ ინსტრუმენტებს. ან ესეც ხევადი ბჟენი. წინა კბილებისთვის და უფრო ესთეტიური ზონისთვის ვიყენებ ხოლმე Estelite Quicks. და საღეჭი კბილებისთვის და ცოტა უკანა ზონებისთვის ვიყენებ Estelite Pulpax. განსხვავება არაფერი ისეთი გრანდიოზული არ არის, უბრალოდ წინა კბილებზე სამუშაოდეს უფრო უკეთესია, ვიდრე ეს, იმიტომ რომ გამჭვირვალობა და სხვა დეტალი. სუსუბოლო ეტაპი არის, რომ სიმაღლეში შევამოწმოთ კბილი. თუ მაღალია ხოლმე, აი ამ საოკლუზიო ქაღალდს ჩავაღეჭინებთ ხოლმე პაციენტს და სადაც მაღალი წერტილია, იმას მონიშნავს ეს ქაღალდი და იმ ნაწილში მოხსნით. კარიესის მკურნალობა ეს არის.